მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ალი ამბობს, რომ ისლამ მახაჩევს უკვე ჩანიშნული აქვს ჩხუბი ივლისში. აბა დაფიქრდით. თუ კაცს ივლისში ბრძოლა აქვს, სად გახრა ის საშინელი ხელის ტრავმა, რომელზეც დეინა უაითი ასე თავგამოდებით საუბრობდა? აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. არც ისლამს, არც ალის და არც დაღესტნურ გუნდს არსად, არც ერთ პოსტში თუ ინტერვიუში სიტყვაც კი არ დაუძრავთ ხელის ტრავმაზე. ეს ზღაპრები მხოლოდ UFC-ს ხელმძღვანელობისგან გვესმის. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ სიმართლე ბევრად უფრო ბანალური და მწვანეა. მოდით, გულზე ხელის დავიდოთ. ამ დონეზე ყველაფერი ფულზე დადის. ილია ტოტფურიას მენეჯერმაც ხომ თქვა, შემოგთავაზეს თანხა, ჩვენ კი უპასუხეთ. აბსოლუტურად არაო. ალიც ზუსტად ამას ადასტურებს. ის ამბობს, რომ ბრძოლაზე უარის თქმის საუკეთესო გზა ოსმოსური თანხის მოთხოვნაა. თუ მეტყვი, რომ 50 მილიონი გინდა ფრენსის ნგანუსთან საჩხუბრად, ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ გეშინია, უბრალოდ შენს ფასით ხով და არაპირებ კაპიკებზე ოფლის ღვრას. ჩემი სუბიექტური აზრით, ილია და მისი გუნდი აბსოლუტურად სწორად იქცევიან. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ თავი ილიას ადგილას. რატომ უნდა გარისკო ყველაფერი ისლამთან ბრძოლაში ხურდაზე? ხომ ჯობია ჯერ ჯასტინ გეიჯი დაამარცხო, სახელი კიდევ უფრო გაიმყარო, თეთრ სახლში, მადრიდში. ნამდვილი ფეირვერკი მოაწყო და მერე უკვე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი მოითხოვო. ეს სპორტია, მაგრამ პირველ რიგში ბიზნესი. ჩვენ კი ფანებს, გვიყვარს რომანტიკა. წადი, იჩხუბე, დაამტკიცე, მაგრამ კაცი, რომელიც თავისი მუშტებით პურს ჭამს, ვალდებულია საკუთარ ოჯახზე და მომავალზე იფიქროს. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ისლამი სოციალურ ქსელში ვიდეოებს დებს, სადაც ტომარას ისე უბრახუნებს, ედლები ზანზარებს, ცხენზე ჯირითობს ერთობა. კაცი, რომელსაც ხელი აქვს ნაღრძობი ან გატეხილი, ტომარასთან არ მივა. ეს არის პირდაპირი სალამი დეინა უაითისთვის. ბიჭო, რა ხელის ტრავმა, რის ტრავმა? ფული გადაიხადეთ და ხვალვე ვიჩხუბებ. UFC ცდილობს ეს ყველაფერი ხალიჩის ქვეშ შეინახოს. არ აწყობთ იმის აღიარება, რომ მათი ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავი მეტ სითხოვს, ვიდრე ორგანიზაცია მზად გასცეს. ამიტომაც იგონებენ ამ ტრავმებს. ეს ხავს იმ სერიალებს, სადაც მთავარ გმირს მეხსიერება ეკარგება, რომ სიუჟეტი გაიწელოს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მექსიკური სერიალი კი არა, ნამდვილი ომია ოქტაგონში. ალიმ კიდევ ერთი ბომბი ჩააგდო. თუ ილია არ დათანხმდებოდა გეიჯისთან ჩხუბის მადრიდისთვის, მაშინ UFC-ს უკვე მზად ყავდა სათადარიგო გეგმა. არმან სარუკიანი გეიჯის წინააღმდეგ ტიტულისთვის. გესმით რა ხდება? ზეწოლა მიდის ყველა მხრიდან. ასე რომ მეგობრებო, სანამ კომენტარებში ერთმანეთს დაერევით, ბოლომდე დაფიქრდით. აქ საქმე სიმამაცეში კი არა, იმაშია, ვინ უფრო ჭკვიანურად გათვლის თავის სმლებს ამ დიდ ჭადრაკის დაფაზე. ილია არ არის კონორი, ის თავისებურად ყიდულობს ბრძოლას, მაგრამ მისი მიზნები ბევრად უფრო პრაგმატულია. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა გჯერათ, რომ ისლამს ხელის ტკივა, თუ უბრალოდ ჯიბეს ტკივა UFC-ს? მოდით მეორე თაროზე გადავიდეთ და ეს ყველაფერი უფრო ღრმად გავქეკოთ. ხომ იცით ქართულად რომ ვიტყვით ხოლმე, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო. მაგრამ აქ პირიქითაა, ცეცხლი გიზგიზებს, კვამლს კი ხელოვნურად უშვებენ, რომ თვალებში მოგვატყუონ. მოდით ქრონოლოგიას მივყვეთ. გახსოვთ თეთრი სახლის, იგივე მადრიდის ტურნირის ანონსის შემდეგ, ორშაბათს დეინა უაითმა სრული სერიოზულობით განაცხადა. ისლამს ხელის ტრავმა აქვსო. სამშაბათს ილიამ უკვე პოსტი გამოაცხო. აი ისევ დაიწყო მიზეზების ძებნა. ახლა გეიჯიმ უნდა აგოს პასუხიო. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი ლოგიკურია რა, მაგრამ დაუკვირდით, ისლამ მახაჩევს ან მის გუნდს სადმე რამე დაუწერიათ ტრავმაზე? გამოწვევას გთავაზობთ. აბა მოძებნეთ რომელიმე ოფიციალური პოსტი ან ინტერვიუ, სადაც დაღესტნელები ამბობენ, რომ ხელის ტკივათ. ვერ იპოვით, იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობს. აქ ჩნდება კითხვა, რატომ დუმს ისლამი? ან რატომ დებს ვიდეოებს, სადაც ტომარას ურტყამს? ეს ხომ კონტრპროდუქტიულია თუ მართლა იმალები? წარმოიდგინეთ, სამსახურში რომ დარეკოთ, ავადვარ, სიცხე მაქვსო და მერე ინსტაგრამზე მწვადების ჭამის ვიდეო დადოთ. ზუსტად ამას აკეთებს ისლამი. ის პირდაპირ ეუბნება UFC-ს. თქვენი ნარატივი ჩემს ტრავმაზე ზღაპარია. ჩემი აზრით აქ კატათაღობანა მიდის. UFC ცდილობს ისლამი და ილია ისე გამოიყვანოს, თითქოს ბრძოლა სპორტული მიზეზების გამო არ შედგა. რატომ? იმიტომ რომ არ უნდათ აღიარონ ამ ხელა ორგანიზაციას ორი ჩემპიონის დაკმაყოფილება გაუჭირდა. ალი აბდელაზიზმა პირდაპირ თქვა, თუ ბრძოლა ივნისში იქნებოდა, ისლამი ცალხელა და ერთი ფეხითაც გავიდოდაო. აბა სად არის ლოგიკა? ივნისში ტრავმირებული იჩხუბებდა და ივნისში უკვე ჯამრთელია? ეს ხომ აბსურდია. იცით რა მაფიქრებს? იან გარიმაც კი დასცინა ამ ყველაფერს. ეს ხელი ტრავმირებულია თუ უბრალოდ დროს კარგავსო? ხალხი ხედავს, რომ აქ რაღაც არასწორია. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. UFC-ს უნდა და ილიასთვის ნაკლები გადაეხადა, რადგან ეს ხომ შენი ოცნების ბრძოლაა, ეს ხომ სამი ქამრის შანსია.
ილიამ და მისმა მენეჯერმა უთხრეს: ოცნებებით მუცელი არ ივსება, საქმეს მიხედეთო. შედეგად, მივიღეთ გამოგონილი ტრავმა, რომ ფანებს პასუხი გასცენ. მოდით ცოტა წყალიც დავამატოთ ჩვენს მსჯელობას. ნუ თუ მართლა დავიჯერეთ, რომ სპორტსმენი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის ემზადება, უბრალოდ ხელის გაკაწვრის გამო იტყვის უარს ისტორიაზე. დაღესტანური სკოლა ხომ ვიცით? იქ მოტეხილი ნეკნებით და 40 გრადუს სიცხით გადიან. ისლამი არ არის ის კაცი, რომელიც ტკივილს გაექცევა. ის გარბის იმ უსამართლო პირობებს, რასაც კონტრაქტში უწერენ. და ილია ამ დროს ნამდვილი სტრატეგია. მან იცის, რომ გეიჯისთან მოგება მას მადრიდში მეფედ აქცევს. მერე უკვე ის თავად იქნება ის, ვინც წესებს კარნახობს. ეს ჰგავს კარგ ქართულ სუფრას. სანამ თავარი კერძი, ისლამი მოვა, მანამდე ხომ უნდა გაიხურო ხაშლამით და კარგი ვინით, გეიჯით. ერთი რამ ცხადია. ივლისში ისლამი იჩხუბებს. ვინ იქნება მეტოქე? იანგარი, კამარუ უსმანი თუ ვინმე სხვა? ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ, მაგრამ ფაქტია, ხელი არაფერ შუაშია. ეს არის დიდი ფულის, დიდი ეგოების და დიდი პოლიტიკის თამაში ოქტაგონს მიღმა. თქვენ როგორ გონიათ? დეინა ვაითი მართლა ასეთი მზრუნველი მამაა, რომ ტრავმირებულ მებრძოლს უფრთხილდება თუ უბრალოდ ცდილობს თავისი საფულე გადაარჩინოს? მე მგონი პასუხი ზედაპირზე დევს. აქ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ ილია არა, მაშინ ვინ? ალი აბდელაზიზმა დაადასტურა, რომ ისლამს უკვე ყავს მეტოქე ივლისის ტურნირისთვის. ვინ შეიძლება იყოს ეს იღბლიანი ან უიღბლო? ინტერნეტში უკვე ტრიალებს სახელები: იან გარი, კამარუ უსმანი. შესაძლოა ვინმე სხვაც, მაგრამ დაუკვირდით ირონიას. ივნისში თითქოს ხელის ტკიოდა. ივლისში კი უკვე მზადაა ვინმე ქვესაშუალო წონაში დალეწოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ ფულსა და UFC-ს შიდა სამზარეულოს ეხება. მოდით ცოტა ვიფილოსოფოსოთ. ნუ თუ ეს ყველაფერი ჩვენი, ფანების მოსატყუებლად კეთდება? აბა დაფიქრდით. ილია თოფურია 2 წელია გაიძახის. ისლამს დავამარცხებ. ჩემი საყვანელი ილეთით მოვგვდავო. ისლამიც არ აკლებს. ორივე მზადაა. ორივე მხეცივით ფორმაშია და ამ დროს UFC გვეუბნება: არა, იცით, ახლა არ გვინდა, მერე იყოს. ეს იგივეა, საუკეთესო ქართულ რესტორანში შეხვიდე, ხინკალი შეუკვეთო და მიმტანმა გითხრას: დღეს ცომი არ გვაქვს, მოდი ფაფაჭამეო. ეგრე სადაა. ჩემი დასკვნა ასეთია: ისლამის ხელის ტრავმა არის 100%-იანი ტყუილი. ეს არის თეთრი ტყუილი, რომლითაც დეინა ვაითი დროს იგებს. რატომ აკეთებს ამას? შესაძლოა იმიტომ, რომ ილიასა და ისლამის ბრძოლა უფრო დიდი მასშტაბისთვის შემოინახონ, მაგალითად წლის ბოლოსთვის, როცა ფსონები კიდევ უფრო გაიზრდება. ილია თოფურიას მხრიდან ამ ბრძოლაზე უარის თქმა კი, როგორც ადრე ვთქვი, წმინდა წყლის ბიზნეს გათვლაა. მან იცის თავისი ფასი. ილია არ არის ის ბიჭი, რომელიც ვიღაცის დაკრულზე იცეკვებს. მან თავისი გზა გაკვალა, ჩემპიონი გახდა და ახლა ის თავად არის მულა, რომელზეც უნდა ჩამოვიდნენ, როგორც ესპანელები იტყვიან ხოლმე. თუ UFC-ს უნდა ნამდვილი სუპერ ბრძოლა, კეთილი ინებონდა გახსნან საფულე. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ისლამი და მისი გუნდი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებენ. მათ იციან სიმართლე. ისლამი აგრძელებს ვარჯიშს, აგრძელებს ტომრის ბრახუნს და გვეუბნება: მე აქ ვარ, მე მზად ვარ. თუ ვინმე მაინც ფიქრობს, რომ ისლამი გარბის, უბრალოდ გადახედეთ მის ბრძოლებს. კაცი, რომელიც ვოლკანოვსკის ორჯერ დაუპირისპირდა, არავის გაექცევა. ამიტომ მეგობრებო, ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც ოფიციალურ პრესკონფერენციებზე ისმენთ. სიმართლე ხშირად სოციალურ ქსელებში დადებულ 15 წამიან ვიდეოებში უფრო მეტია, ვიდრე დეინა ვაითის სიტყვებში. დაბოლოს მინდა გითხრათ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგან MMA-ს სამყაროში ამბები უფრო სწრაფად იცვლება ვიდრე ამინდი მთაში. ჩვენ კი აქ ვართ, რომ ეს ყველაფერი ერთად გავარჩიოთ.